სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. დიდი მადლობა. დღევანდელი თემა: ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი. რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ უყურებენ, ვინ არის ღმერთი, იესო ქრისტე, წმინდა წიგნები, ხსნა, სულიერი პრაქტიკა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა და მოკლედ მარტივად მინდა გადმოგცეთ, წავიკითხო და ვისაუბრო და აგიხსნათ. მეგობრებო, სამივე რელიგია აცხადებს, რომ არსებობს ერთი ღმერთი, მაგრამ ღვთის ბუნების გაგება სრულიად განსხვავებულია. ქრისტიანობაში ღმერთი არის, ერთი, რა თქმა უნდა, ერთი ერთარსება, სამება, მამა, ძე, სულიწმინდა. ისლამში ღმერთი არის ერთადერთი და განუყოფელი, ალაჰი. იუდაიზმში ღმერთი არის ერთადერთი და მარადიული, იაჰვე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ებრაულ ხალხთან. აი მოდი დავიწყოთ და მე გავაკეთე ესე ვთქვათ ცხრილი, რომ ძალიან მარტივად გამოგცეთ ეს გასაგებ ენაზე ესე ვთქვათ, რომ კარგად აღიქვა და გაიგოთ. ნახეთ. პირველი. ღმერთი. ქრისტიანობა. ერთი ღმერთში სამი პიროვნება. ანუ ღმერთი არის ერთი არსებით, მაგრამ სამი პიროვნებით. მამა, ძე და სულიწმინდა. ეს არის წმინდა სამება. ისლამი. ღმერთი ერთია და მხოლოდ ერთი ალაჰი. არ შეიძლება ღმერთს ყავდეს შვილი ან თანასწორი. იუდაიზმი. ღმერთი ერთია, იაჰვე, არ იყოფა ნაწილებად და არ არსებობს სხვა ღვთაება მის გვერდით. იესო ქრისტეზე. იესო ქრისტე. ქრისტიანობა. იესო ქრისტე არის ღმერთი და ადამიანი ერთდროულად. ანუ ქრისტე არის სრულად ჭეშმარიტი, სრულად ადამიანი და ჭეშმარიტი, ესე იგი ღმერთი. ერთდროულად ორი ბუნება აქვს. სრული ადამიანი და ესე იგი ღმერთი. ისლამი. იესო, ესე იგი არის დიდი წინასწარმეტყველი, მაგრამ არა ღმერთი. მუჰამედი არის ღმერთის საბოლოო და ბოლო მოციქული. იუდაიზმი. იესო ქრისტე არ არის ღვთის ძე და არც მესია. იუდეველები ელოდებიან მომავალ მესიას, რომელიც ჯერ არ მოსულა. წმინდა წიგნი. ქრისტიანობა. ბიბლია, ძველი და ახალი აღთმა. ახალი აღთმა მოგვითხრობს იესოს ცხოვრებასა და სწავლას. ყურანი, ეს უკვე ისლამი, ხო? ისლამი, ყურანი, ღმერთის საბოლოო გამოცხადება, ასევე მნიშვნელოვანია ჰადისები, მუჰამედის ნათქვამები და ქმედებები. იუდაიზმი. ტორა, ანუ მოსეს 5 წიგნი და ტალმუდი. ტალმუდები ეს არის გამარტებები და სწავლება, ესე იგი რაბინებისგან. შემდეგი ხსნა და ცხონება. ქრისტიანობა. ადამიანი ცხუნდება რწმენით იესოზე და კეთილი საქმეებით. იესო ქრისტე არის ხსნის გზა. ისლამი. ხსნა მიიღწევა რწმენით, კეთილი საქმეებით და ღვთის წყალობით. იუდაიზმი.
ხსნა მოდის მცნებების შესრულებით, სინანულით და ღვთის ნებასთან ერთგულებით. რელიგიური პრაქტიკა, ნახეთ. ქრისტიანობაში რა არის, მეგობრებო? ლოცვა, მარხვა, წმინდა ზიარება, ნათლობა, აღსარება, ხო, ეს არის ეკლესიის საიდუმლოებები. ისლამი ხუთი მთავარი, ესე იგი, ნახეთ, რწმენის აღიარება, ლოცვა დღეში 5 ჯერ, ზოგჯერ ესე იგი, ზოგი 3 ჯერ ლოცულობს, იქ განსხვავება სუნიტებს და შიტებს შორის. ლოცვა დღეში 5 ჯერ, ანუ მოწყალება, მარხვა, რამადანი, მოსალოცად, ესე იგი, მექაში წასვლა. იუდაიზმი შაბათი, დასვენების დღე, პასექი, იომ-კიპური და კიდევ სხვა ტრადიციული დღესასწაულები არის. სასულიერო პირები, ქრისტიანობა, მღვდლები, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტი, პატრიარქი. ისლამი, იმამები და სწავლულები, ულემა, რომლებიც გამარტავს ყურანს და შარიათს. იუდაიზმი, რაბინები, სწავლულები, რომლებიც გამარტავენ, მეგობრებო, ტორასა და ტალმუდს. ტორა და ტალმუდი. ეხლა ბოლოს, ნახეთ, მეგობრებო, ეს არის მთავარი დოგმატური განსხვავება ერთ წინადადებაში. ქრისტიანობა ღმერთი ერთია, მაგრამ სამი პიროვნებაა. გნებავთ ჰიპოსტასი. ჰიპოსტასი ბერძნული სიტყვაა. ნახეთ, კიდევ ერთხელ. ქრისტიანობა ღმერთი ერთია, მაგრამ სამი პიროვნება. მამა, ძე და სული წმინდა. იესო ქრისტე არის ღვთის ძე და მაცხოვარი, რომელიც განკაცდა, მოვიდა, გახდა ჩვენერი ერთ-ერთი ჩვენერი ადამიანი. ისლამი ღმერთი ერთია, არ იყოფა ნაწილებად. იესო ქრისტე წინასწარმეტყველი, მუჰამედი ბოლო მოციქული. და იუდაიზმი ღმერთი ერთია და არ იძენს ადამიანურ სახეს. მესია ჯერ არ მოსულა და ისინი ელოდებიან დღესაც მესიას. ებრაელები, ანუ ებრაელები რა იუდაიზმში. მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და რაც თავარია, ვიყო და დავრჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგული. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა. გაიხარეთ.